სოფელ ერგნეში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 123 შეხვედრა გაიმართა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, შეხვედრისას ძირითადად მსჯელობა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს ეხებოდა. აგრეთვე შეხვედრაზე განიხილეს თამაზ გინტურის მკვლელობისა და ამასთან უკანონო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის ფაქტები. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ გასული წლის 19 ნოემბრიდან დღემდე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი. მთავარი აქცენტი გაკეთდა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლებაზე, გაზიარებული იქნა გარკვეული ინფორმაცია ზოგიერთ ჩვენს თანამოქალაქესთან დაკავშირებით იასონ გენგიურის და სერგო მერებაშვილის საქმეზე, როგორც გაგვიზიარეს ინფორმაცია, მათ მიესაჯათ უკანონო პატიმრობა 2 წლისა და 6 თვის ვადით. დანარჩენი ჩვენი თანამოქალაქეები ელოდებიან ეგრეთ წოდებულ სასამართლოს, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ წარსულშიც ყოფილა შემთხვევები, როდესაც გაცილებით მეტი ეგრეთ წოდებული სასჯელი იქნა შეფარდებული მათთვის, მაგრამ მოლაპარაკების არსებული ფორმატების გამოყენებით ჩვენი თანამოქალაქეები დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში. მათ ედავებოდნენ ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო კვეთას და ასევე უკანონოდ აღმართული ინფრასტრუქტურის დაზიანებას. რაც შეეხება უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს, ჩვენ გავიარეთ თითოეული ფაქტი დეტალურად. გამახვილდა ყურადღება უკანონო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის პროცესის დესტრუქციულ ხასიათზე და ასევე მითითებული იქნა კონკრეტული ლოკაციები, სადაც განხორციელდა აღნიშნული უკანონო პროცესი. ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხი იყო სტანდარტული. რაც შეეხება თამაზ გინტურის მკვლელობას, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხში ეს საკითხი გავააქტიურეთ მსჯელობის დროს და ამ საკითხთან დაკავშირებითაც პოზიცია არის უცვლელი, რაც იყო, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი, თუმცა სამართლის აღსრულება ეს არის პრიორიტეტი ცენტრალური ხელისუფლების, როგორც თამაზ გინტურის, ასევე ყველა ჩვენი თანამოქალაქის შემთხვევაში, რომლებიც იქნენ მოკლული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ან ოკუპირებულ ტერიტორიებში.